ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით ჩარშან ინვესტიციების მოცულობა 2013 წელთან შედარებით 39%-ით გაიზარდა. ეკონომიკის სამინისტრო ამ და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, სპეციალური პრესკონფერენცია სამინისტროშივე გაიმართა. ჩვენი ჟურნალისტი თეონა ცხომელიძე ჩაგვერთვება სამინისტროდან პირდაპირ ეთერში. თეონა, კიდევ რა მონაცემები გაახმაურეს ეკონომიკის სამინისტროში? დიახ, ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით 2014 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციამ შეადგინა $1,270 მილიონი ამერიკული დოლარი და უწყებაში შეაჯამეს კონკრეტულად 2014 წლის მეოთხე კვარტლის მონაცემებით, სადაც მათი თქმით წინა წელთან შედარებით ინვესტიციების რაოდენობა 53%-ით არის გაზრდილი და სულ შეადგინა $359 მილიონი ამერიკული დოლარი. ძირითადად, როგორც სამინისტროში ამბობენ, უცხოური პირდაპირ ინვესტიციები ხორციელდება ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სფეროში, ასევე საუბარი არის მშენებლობებზე, სასტუმროების გახსნაზე, თუმცა კონკრეტულად რომელი კომპანია რა პროექტს განახორციელებს, ამასთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას არ ავრცელებს, როგორც უწყებაში ამბობენ, ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია. დღეს ჩვენ განმოგცეს ასევე იმ კომპანიების ჩამონათვალით, რომლებიც აგრძელებენ ინვესტიციების განხორციელებას საქართველოში და ასევე რომლებიც დარეგისტრირდნენ კონკრეტულად 2014 წელს, მათ შორის არის Old City Development კომპანია, რომელიც პანორამა თბილისზე მუშაობს. პირდაპირ უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი წილი მოდის ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაზე, სადაც განხორციელდა $353 მილიონი ოდენობის ინვესტიცია, რაც შეადგენს მთლიანი ინვესტიციების 27%-ს. მას მოჰყვება მშენებლობა $295 მილიონი, დამამუშავებელი მრეწველობა $174 მილიონი ინვესტიცია იქნა განხორციელებული ამ სფეროში, ხოლო ენერგეტიკაში განხორციელებული იქნა $99 მილიონი ოდენობის ინვესტიცია. ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან სასიხარულო ფაქტი და გახლავთ პირდაპირი შედეგი იმ ეკონომიკური პოლიტიკის, რომელსაც მთავრობა აწარმოებს, კერძოდ მოხსნილია წნეხი ბიზნესზე. ეკონომიკის სამინისტროს ეთანხმება ფინანსთა მინისტრი, რომ ინვესტიციების რაოდენობა 2014 წელს იყო მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი. ამ საკითხთან დაკავშირებით ნოდარ ხადრუმა კომენტარი ცოტა ხნის წინ გააკეთა. $272 მილიონი ინვესტიცია განხორციელდა შარშან საქართველოში. ეს არის რეკორდული მაჩვენებელი 2008 წლის შემდეგ და ისაც ჩვენ საუბრობდით, რომ საქართველოს იბრუნებს თავის საინვესტიციო მიმზიდველობას, ის რომ საქართველოს გააფორმა ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულება ევროკავშირთან, ის რომ ჩვენ გვაქვს კარგი სავაჭრო ურთიერთობები მეზობლებთან და ვცდილობთ ახალ ბაზრებზე გასვლას. თქვენ იცით, რომ ვიცე-პრემიერი ბატონი გიორგი კვირიკაშვილი იყო ჩინეთში და ძალიან საინტერესო შედეგები დაბრუნდა. გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ინვესტიციები კიდევ უფრო გაიზრდება. მე შეგახსენებთ, რომ საქართველოში პირდაპირ უცხოური ინვესტიციების რაოდენობასთან დაკავშირებით 2014 წლის მონაცემები ეკონომიკის სამინისტრომ სულ ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა და უწყების ინფორმაციით გასულ წელს ამ ციფრმა შეადგინა $1,270 მილიონი ამერიკული დოლარი. დიდი მადლობა, ეს თეონა ცხომელიძე იყო.